მოგესალმებით დილამშვიდობისა, ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ხატია ცირამოა, ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი, ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხალისხის პროექტი საქართველო და ასევე წარმოგიდგენთ ლიზი კახეთელიძეს, 126-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ლიზი, ძალიან საინტერესო ამბით ხართ ჩვენთან მოსული და მოდი ჩვენ მსმენელებს და ასევე მაყურებლებს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ გვიყურონ პირდაპირ ეთერში, მოუყვეთ იმ რაღაც იმ ნივთების, საგნების შესახებ, რომელიც ახლა არის ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით. დიახ. ახლა წარმოდგენილია თქვენ წინაშე საგანმანათლებლო ნაკრები, ძირითადად ეს არის განახლებადი ენერგიის რესურსები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ძირითადად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოცდილებისთვის. დაბალკლასელებისთვის კიდევ თუნდაც საჩვენებლად თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ განახლებადი ენერგია, იმისათვის რომ მივიღოთ ენერგია. აქ გვაქვს მოცემული ქარის ტურბინა, რომლის დატრიალებითაც შესაძლებელია მივიღოთ თუნდაც ნათურის ანთება, ან კიდევ წყლის ტემპერატურის ცვლილების საშუალებით ქარის ტურბინის ამუშავება და ჩვენი კლუბის წევრების მიერ დამზადებული ჭადრაკის ფიგურები. 3D პრინტერის საშუალებით. მოდი აბა ვაჩვენოთ და როგორ მოდის ის მოქმედებაში და რამდენ საინტერესო იყო თქვენთვის აი ამ პროცესზე მუშაობა და ზოგადად აი ამ პროექტში ჩართვა, რა შეცვალა? ჯერ დავიწყებ მოდით ჩვენებით. მოდით ვაჩვენოთ ჯერ. აქ არის მოთავსებული ჩვენთან ცხელი წყალი და ცივი წყალი და აქ გვაქვს ასევე მეტალი და ტემპერატურის ცვლილების საშუალებით ცხელი წყალი უფრო ცივისკენ გადავა, რათა ტემპერატურა გათანამდეს ორივე მხარეს და ამ პროცესის დროს ამავდროულად წარმოქმნება ენერგია, რომლის საშუალებითაც ქარის ტურბინას ავამუშავებთ. რაც შეეხება კიდევ აქ წარმოდგენილი მეორე რესურსი, ამ დროს ჩვენ ქარის ტურბინის დატრიალებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ნათურა აინთება. მსგავსი, რასაც ჩვენ ხედავთ თუნდაც გორში, აი ზუსტად ამის ჩვენება შეგვიძლია ბავშვებისთვის პრაქტიკულადაც. რაც შეეხება 3D პრინტერით დამზადებულ ფიგურებზე, მოცემულ ფიგურების დამზადება და ზოგადად თვითონ დიზაინის გაკეთება ჩვენ ვისწავლეთ 3D პრინტერის კურსის გავლის შემდგომ, როდესაც ჩვენ თვითონ ავაგეთ პლანეტა მარსზე უშუალოდ ჩვენი სადგური და იმ მუშაობის პროცესში ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ და შესაბამისად გადაწყვეტეთ გავუკეთებინეთ ჭადრაკის ფიგურები, რომლის დამზადების შემდგომ ვატარებთ ტურნირს პირველკლასელებისთვის და გამარჯვებულს გადაეცემა ჩვენი მიერ დამზადებული ფიგურები. აი რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის აი ამ ყველაფრის გაკეთება თქვენს კლასელებთან ერთად, ხო? დიახ. შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება, ვთქვათ, აი ამ ყველაფრის მიმართ, ხო? რაღაცა რატო გადაწყვიტეთ, რომ მიგიღოთ მონაწილეობა? მთლიანად ამ პროექტში ჩამოთვა ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა ლევანმა სამეგულიანმა, რომელმაც თვითონ გამოსცნოს ტემი რა იყო ზოგადად და საკმაოდ მაინტერესებდა გამოცდილების მიღების გამო უფრო შევუერთდი. თუმცა თავიდან სულ სხვა პროფესიას ვაპირებდი, იურიდიულზე ვაპირებდი ჩაბარებას და იმ დროისთვის არ მეგონა თუ როგორ შესვლიდა STEM-ი ზოგადად ჩემს პროფესიულ კარიერის არჩევანსაც და საბოლოოდ STEM-მა განაპირობა ის რომ ვისწავლე გუნდურობა, სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად მივიღე რამდენიმე პროექტში მონაწილეობა. მათ შორის იყო თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყველაზე მეტად მოახდინა ჩემზე გავლენა და სწორედ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, იყო NEMO AI და NEMO-ზე მუშაობის დროს კი მივხვდით, რომ ნეირობიოლოგიური დაავადებების შესწავლისას ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკის ფაკულტეტზე გადაწყვეტა ჩაბარება და რაც შეეხება უშუალოდ კიდევ გამოცდილებას ვისწავლე რომ თვითონ როგორი მენტორი შეიძლება ვიყო თვითონაც ბავშვებთან ახსნის პერიოდში როგორ შემიძლია გადმოვცე ჩემი ცოდნა სხვებთან და შემიძლია ვთქვა რომ ეს თქვა დაუწყარი გამოცდილება და უბრალოდ გასართობად შექმნილი კლუბი ჩემთვის გადაიქცა მომავალ პროფესიად. ხატია, ელოდით თუ არა ასეთ შედეგს, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ხელშესახებიანი, ხო, ჩვენთვის ის შედეგი, იმიტომ რომ ლიზი არის ერთ-ერთი მოსწავლე, ლიზიმ გაგვიზიარა თავისი პირადი შთაბეჭდილება, მაგრამ ის არის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტში. რა შეგვიძლია ვთქვათ, აი თქვენ რამდენად მაყოფილი ხართ მიღწეული შედეგი და რა თქმა უნდა პროგრამის შესახებაც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მსმენელებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს საუბრობთ
ინოვაციის ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ფარგლებში STEM პროგრამის მიმდინარე პილოტირების უკვე პირველად შედეგებზე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ლიზი არის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე აღნიშნული პროგრამის, თუმცა პროგრამაში ჩართულია 200 საჯარო სკოლა. 200 სკოლაში მიმდინარეობს პილოტირება, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 2023 წელს, სკოლებთან თანამშრომლობა, რაც პირველ რიგში გულისხმობდა STEM ექსტრაკურიკულური პროგრამის შემუშავებას. აღნიშნული პროგრამა, როგორც ლიზი მახსნა, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიც არის პროგრამირების შესწავლის შესაძლებლობა, რობოტიკის შესწავლის შესაძლებლობა, განახლებადი ენერგიები და ასე შემდეგ. ინტეგრირებულია პროგრამაში როგორც ტექნოლოგიების, ასევე საბუნებისმეტყველო საგნების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები, რაც ინტერდისციპლინური სწავლების მეთოდოლოგიით მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას სწორედ ამ საგნობრივ ჯგუფში არსებული ცოდნა, როგორც ფაქტობრივი პირველ რიგში, ასევე პრაქტიკული გამოყენება ამ ცოდნის სწორედ ჩააქსოვონ აღნიშნულ პროგრამაში. 2023 წელს პროგრამაში ჩაერთო პირველ ეტაპზე 80 საპილოტე სკოლა, ხოლო 2024 წელს პილოტირება გავაგრძელეთ დარჩენილ 120 საპილოტე სკოლაში. რასაკვირველია, პროგრამის შექმნასთან ერთად პროგრამის პილოტირებისთვის მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული სკოლების პედაგოგების მომზადება და შესაბამისად ეს მომზადების კურსიც გაიარა 400-ზე მეტმა პედაგოგმა და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ შეთავაზებული პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას. აი პროგრამის მომზადებასაც მინდა გკითხოთ შინაარსობრივ ნაწილზე და ეს არ იყო ხო შემთხვევითი, რომ აი თქვათ ეს მიმართულება გახდა პრიორიტეტული და თქვენ აღნიშნეთ, რომ ის საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, მაგრამ რამდენად არის გათვალისწინებული ის სპეციფიკა, რაც არსებობს თქვათ ჩვენს ქვეყანაში, ან კონკრეტული სკოლის მაგალითზე და ის აქვე გკითხავთ, რომ ახალ შეგაწყვეტინოთ შემდეგ, როგორ შეირჩა 200 სკოლა და აი თვითონ ეს გეოგრაფიული დაფარვა როგორი არის? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პროგრამის შემუშავების დროს რასაკვირველია პირველ რიგში საერთაშორისო ექსპერტმა გაითვალისწინა საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ რასაკვირველია ჩვენი ეროვნული კონტექსტი მნიშვნელოვანი აღინიშნავს, რომ პროგრამა ბმაშია საქართველოს განათლების სტრატეგიასთან, ეროვნულ სტრატეგიასთან, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ამოცანად ისახავს სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მიმდინარე თვეში ასევე საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოხდა ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაცია, სადაც სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულების გაძლიერება საჯარო სკოლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად არის მოაზრებული. და უფრო მეტიც, ჩვენ მოხარული ვართ, რომ STEM-ის მიმართულებით დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, როგორც არის საერთაშორისო და ეროვნული მაგალითად ანგარიშები და შეფასებები, კვლევები, ასევე ეს გადაწყვეტილება STEM-ის ასე ვთქვათ, საჯარო სკოლებში STEM პროგრამის, ექსტრაკურიკულური პროგრამის შეთავაზებასთან დაკავშირებით ეფუძნება ასევე ჩვენი პროგრამის შედეგებს. და შედეგები ლიზის მაგალითით შეგვიძლია ვიმშველოთ, რომ არის ძალიან შთამბეჭდავი. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ეს არის სკოლების შერჩევა. სკოლების შერჩევა მოხდა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. სკოლები არის როგორც თბილისში, ასევე რეგიონში, არის როგორც მაღალკონტინგენტიანი, საშუალო კონტინგენტიანი, ასევე მცირე კონტინგენტიანი სკოლები და ამით ვცდილობთ, რომ პროგრამის შედეგები პილოტირება ვნახოთ ყველა სკოლაში როგორ იმუშავებს განსხვავებულ კონტექსტში, რომ საბოლოოდ მე ის გამოწვევები, რაც პილოტირების პროცესში შესაძლოა იყოს და ასევე წარმატებები შესაძლოა მე გავრცელდეს და დაინერგოს სისტემურ დონეზე. ლიზი, თქვენ ახსენეთ, რომ აი ამ პროექტში ჩართვა, ხო, აი ამ საპილოტე პროგრამაში ჩართვამ შეცვალა თქვენი გადაწყვეტილება. პრინციპში საეტაპო გადაწყვეტილების წინაშე ხართ, იმიტომ რომ 12 კლასი აი ეს არის პერიოდი, როდესაც ერთი ეტაპი სრულდება და ახალი კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი იწყება და ასევე თქვენ თქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამ ცოდნის გაზიარებას, გავრცელებას
შეძლებთ. აი ეს რამდენიც საინტერესო არის და აი როგორ იყო თქვათ, აი როგორ შემოიჭრა ეს პროგრამა თქვენ ცხოვრებაში, ყოველდღიურობის მაგალითზე რო გითხრათ, ანუ ეს იყო საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებული თუ დამატებითი საათები თუ როგორ ხდებოდა? მოკლედ ჩემთან უშუალოდ STEM კლუბი შემოიჭრეს თქვათ მე-10 კლასში, როდესაც შემოთავაზება მივიღე მასწავლებლისგან და ეს იყო თავიდან მიგზენი როგორც დამატებით გაკვეთილად, თუმცა რაც უფრო მეტად მეტი მასალა დაგვემატა, მეტი კლუბის წევრი იქცა როგორც არა მხოლოდ დამატებით გაკვეთილად, არამედ შეკრების ადგილად, სადაც ჩემნაირი აზროვნების მქონე, ჩემნაირი დაინტერესებული პიროვნებები იკრიბებოდნენ და მუშაობდით პროექტებზე და ისეთ პრობლემებზე, რომლებიც სოფლიოსთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს პროცესი უშუალოდ აღმოფხვის პროცესი იყო საკმაოდ საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამისთვის შესაბამისი რესურსები ჰქონდა და აი მაგალითად კიდევ ერთი მაგალითი რო გითხრათ. ხუთავი არის დეტექტორი, რომელშიც გოგოებმა ვიღეთ ეს ამ პროექტში მონაწილეობა, ეს იყო გოგოების კონკურსი და ჩვენი დეტექტორის საშუალებით შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ფატალურად სიკვდილიანობის ვთქვათ პროცენტი შესაძლებელია საკმაოდ შემცირდეს. იდეა მოგვივიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ახლობელ შემთხვევას გავსეს ვთქვათ ტრაგედია და გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად ეს პროექტი მიგვეძღვნა ამ პრობლემის ამოქმედაზე. მათ შორის კიდევ იყო ცნობიერების ამაღლება სხვა დაავადებების მიმართ, ან თუნდაც 3D მოდელირების საშუალებით შეგვიძლია გავაკეთოთ სხვადასხვა ნივთები, რომელიც საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებთ. ან თუნდაც პირველ კლასელებისათვის მოაწყობთ, ხო? აჯაკში შეჯიბრება. შეგვიძლია რომ გამაგრილად გამოყენებული განახლებადი ენერგიის რესურსები გამოყენებულია საგაკვეთილო პროცესებში, სხვა გაკვეთილის ახსნისას, მაგალითად ქიმიის, ფიზიკის და ასე შემდეგ. აი რესურსი რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ესეთ კონკრეტულ საგანს სწავლობ, ხო? აი რამდენად მნიშვნელოვანი არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ გეხმარებათ სწავლების პროცესის უკეთესად წარმართვაში? ზოგადად ჩვენ თაობაში უფრო მეტად ბავშვები კარგად სწავლობენ და იგებენ, როდესაც ვიზუალური აღქმა არის ყოველთვის. და ეს რესურსები რაც ჩვენ გვაქვს, უშუალოდ რასაც ვსწავლობთ და იმის დანახვა რომ შეგვიძლია, უფრო გვიადილებს მომცემულ პროცესს. მაგალითად, ხედავდი როგორ უხარობდათ ბავშვებს, როდესაც პრაქტიკაში ხედავდნენ იმას, რასაც უბრალოდ შესაძლებელია ვერ იგებდნენ, ან უბრალოდ მხოლოდ სწავლობდნენ და მე თუნდაც მე-5, მე-6 კლასელები, როდესაც ჩვენს კლუბში შემოდიან, ხედავენ პირველად ამ რესურსებს, ხედავ რაღაც ისეთ ემოციას, რომ თითქოს ამ კლუბში თვითონ არ მხოლოდ გაკვეთილის გამო კი არ ჩამოდიოდნენ, არა მხოლოდ იმისთვისაც, რომ უბრალოდ კარგად გაეგოთ მოცემული რაღაც გაკვეთილი ან თუნდაც თვითონ პროფესიულადაც, რომ შესაძლებელია აქვთ კიდევ საარჩეული პროფესია და უფრო დარწმუნდნენ, რომ ჩვენთან შემოსვლის შემდგომ, რომ მართლაც STEM-ს დაუკავშირებდნენ საკუთარ მომავალს კიდევაც. ხატია, თქვენ ახსენეთ პედაგოგების გაზამზადება, ხო? ეს არის პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი. აი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ეტაპი, რამდენ ხანს გრძელდებოდა და იყო ის ერთჯერადი, ვთქვათ, თუ მუდმივად ხდება მათთან შეხვედრა, ვთქვათ, განახლება, ინფორმაციის გამოცდილების გაზიარება და წარმატება, რომელსაც თქვენ თვლით, რომ წარმატებულებთ, რამდენიმე მიზანი ჰქონდა, ხო? აი, ამ პროექტს, რა იყო მთავარი წარმატება, რა არის ამ ეტაპზე და ვთქვათ, საკითხი, რომლის კოლექტირებასაც შეიტანდით აი ამ პერიოდის განმავლობაში. პედაგოგების მომზადება რასაკვირველია მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც ვახსენე 400 პედაგოგმა გაიარა შესაბამისი მომზადების პროგრამა, 200-ვე სკოლას გადაეცა საგანმანათლებლო რესურსი, რაზეც უკვე ლიზიმ ისაუბრა, მაგრამ დამატებით ასევე მოეწყო 13 საჯარო სკოლაში STEM ინოვაციური სამუშაო სივრცე, რომელიც აღჭურვილია დამატებით საგანმანათლებლო რესურსებით, ასევე საკონფერენციო მოწყობილობებით, რაც იძლევა საშუალებას, რომ აღნიშნული სკოლები იყვნენ hub სკოლები, რესურს ცენტრები საკუთარ რეგიონში, რაც შესაძლებლობას აძლევთ არა მხოლოდ სასკოლო პროექტებზე იმუშაონ, არამედ შემოიერთონ სხვა სკოლებიც რეგიონის მასშტაბით და ერთობლივი სასკოლო პროექტები წარმოადგინონ, რაც პრინციპში რეგიონში ცოდნის და ინოვაციის გავრცელების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა შევეხო რამდენიმე სიტყვით მეთოდოლოგიას, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვიყენებთ. ეს არის, როგორც ლიზიმ უკვე ახსენა, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
რაც ერთის მხრივ იძლევა საშუალებას მოსწავლეები რასაკვირველია იმ ფაქტობრივ ცოდნასთან, რაც ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმით გვაქვს განსაზღვრული, საბუნებისმეტყველო საგნების ძირითადი ცნებების დაძლევაში ეხმარებათ მოსწავლეებს, იმიტომ რომ ყველა რესურსი ბმაშია, რასაკვირველია ძირითად პროგრამასთან, მაგრამ ამავე დროს ეს არის შესაძლებლობა და ლიზიმ ამას ხაზი გაუსვა მოსწავლეებს კონდეთ პრაქტიკული ესე ვთქვათ კეთებით სწავლების შესაძლებლობა, რასაც სწორედ ჩვენი პროგრამა აძლევთ მოსწავლეებს, რაც რასაკვირველია გვაძლევს შესაძლებლობას ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად ეს ფაქტობრივი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ მოსწავლეებმა ამის შესაძლებლობა კონდეთ ადგილზე და ასევე განავითარონ ისეთი მნიშვნელოვანი რბილი უნარები, რომელიც 21 საუკუნეში წარმატებისთვის არის მნიშვნელოვანი და ისაუბრა ლიზიმ ხაზი გაუსვა გუნდურ მუშაობას, ასევე ინოვაციურად საკითხის და პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობას, საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად მოგვარების მნიშვნელობას და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძირითადი წარმატება აღნიშნული პროგრამის არის სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნა საჯარო სკოლაში და მოსწავლეების მაღალი ჩართულობა, რაც წელიწად ნახევრის პილოტირების პროცესის შემდეგ ნამდვილად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერესი ასეთი პროგრამის მიმართ და გავლენა ამ პროგრამის სწავლებაზე, ძირითადი საგნების და უკვე შემდეგ ასევე ისეთ მნიშვნელოვან უნარებზე, რასაც ვისაუბრე, არის ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი. და აი რაღაცნაირად ფინალისკენ რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი სამომავლო გეგმაზე რო გითხრათ და იმ კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც იგეგმება. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას, გამომდინარე იქიდან რომ პროგრამა არის წარმატებული და ბევრი პროექტი და მაგალითები ლიზიმ უკვე მოიყვანა, ასეთი პროექტები გვაქვს ასევე თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ფუნქციონირებს უკვე და მუშაობს STEM ინოვაციური სივრცე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავატაროთ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩავატაროთ STEM კონკურსი, ეს არის ეროვნული კონკურსი, სადაც ყველა პროექტში ჩართულ სკოლას მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინოს პროექტები, რაც ვფიქრობთ, რომ დამატებით მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ცოდნის და გამოცდილების პრეზენტაციის უნარები დახვეწოს და ზოგადად ეს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ როდისთვის იგეგმება? ვგეგმავთ რეგიონალურ ტურებს უკვე ივნისში, ხოლო რაც შეეხება შემოდგომაზე, ნოემბერში გვექნება ეროვნული შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც საუკეთესო STEM პროექტები იქნება წარმოდგენილი და დიდი სიამოვნებით გეპატიჟებით და დიდი მადლობა და ჩვენ არაერთხელ შევეხებით ამ თემას ამ პერიოდის განმავლობაში. ლისი, ჩართობით თუ არა ამ კონკურსში და შემდეგ უკვე კონფერენციაში და თუ გაქვთ იდეა მოფიქრებული, რითი წარდგებით თქვენ და თქვენი გუნდი? ჯერჯერობით იდეას არ გავამხელ. არის ალბათ ვიტყოდი რომ გრანდიოზურიც. მე მინდა რომ რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ აბიტურიენტი ვარ, კვლავ ჩართული ვიყო რაღაც მხრივ მაინც ამ პროექტში და ალბათ ესე ვამბობ კიდევაც რომ მე და ჩემი მეგობრები ვთქვათ უმეტესად ვსწავლობთ სკოლას, თუმცა არ ვტოვებთ STEM-ს. ბავშვებთან ერთად გვაქვს ტრენინგები, რათა ჩვენ რაც გვაქვს ცოდნა გავუზიაროთ მათ და ჩვენი ნამუშევრები უშუალოდ და ჩვენი გზა მათ გააგრძელონ. და კიდევ ერთხელ რომ გაუსვათ ხაზი რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გეგმავდით წასვლას და ამ კლუბმა როგორ შეცვალა თქვენი გადაწყვეტილება? თავი დავაბარებდი იურიდიულზე. ესეთ გეგმაში მქონდა, თუმცა ბოლოს წავედი ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკის ფაკულტეტზე. მაქვს საზღვარგარეთ რამდენიმე აპლიკაცია გაგზავნილი, ველოდები პასუხებს და იმედია ჩემს ცოდნას, ჩემ განათლებას გავაგრძელებ უკვე საზღვარგარეთ ამ მიმართულებით. ხათია, ესეც არის ხო ერთ-ერთი მთავარი მიზანი? მთავარი მიზანი არის ნამდვილად და ეს გვაქვს ეს მაგალითებიც, როცა მოსწავლეებს აქვთ ადგილზე პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა და ისინი რადიკალურად, ასე ვთქვათ, სხვა გადაწყვეტილებას იღებენ საკუთარ მოსამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით. ასე რომ ამ კუთხითაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროგრამის არსებობა. საუბრის დასასრულს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს და მსოფლიო ბანკის პროგრამის
გუნდს, რომელიც გვეხმარება მათი ფინანსური მხარდაჭერით, როგორც მოგეხსენებათ, ხორციელდება ჩვენი პროექტი, ისინი ყოველდღიურად გვეხმარებიან პროგრამის განხორციელებაში და რასაკვირველია, ზოგადი განათლების დეპარტამენტს და რესურს ცენტრებს და ყველა საპილოტო სკოლას, რომელიც პროგრამაში ჩართულია, რადგან ეს არის ნამდვილად კარგი თანამშრომლობის ერთობლივი მუშაობის შედეგი, რასაც ახლა ვსაუბრობთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ხატია ცირამოა, ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი, ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი საქართველო და ასევე ლიზი კახეთელიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა. მადლობა.